რატომ გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ადგილი, რომელსაც არ აქვს დიდი მდინარე, ბუნებრივი ნავსადგური და შეზღუდული აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწები? პასუხი არ იწყება მეფით, ტაძრით ან დიდ არმიით. ყველაფერი წყლით დაიწყო. ეს არის იერუსალიმი, უძველესი ქალაქი, რომელიც იუდეის მთების მაღალ და კლდოვან ნაწილში მდებარეობს. ის მდებარეობს ხმელთაშუა ზღვისა და მკვდარი ზღვის შორის. ის არ გავს სხვა უძველეს ქალაქებს, რომლებიც დიდ მდინარეებთან ან სანაპიროებთან ახლოს მდებარეობს. მაგრამ აქ არის ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ პირველი მოსახლეებისთვის. ეს არის გიხონის წყარო. ეს ბუნებრივი წყაროა, რომელიც მშრალ ადგილას სუფთა წყალს აწვდის. იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა თანამედროვე მილები, წყლის აუზები ან წყლის ჩასანახი მანქანები, წყარო ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის შეიძლება გამხდარიყო მიზეზი იმისა, იცოცხლებდა თუ არა მთელი საზოგადოება. დაახლოებით 3500 წლით ადრე ჩვენს ერამდე იყო ხალხი, რომელმაც დაიწყო ცხოვრება წყაროსთან ახლოს მდებარე კლდოვან ბორცვებზე. მათ შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან მათ არ დაუტოვებიათ წერილები ან დიდი შენობები, რომლებიც ნათლად გვეტყოდა ვინ იყვნენ ისინი. არქეოლოგებმა მხოლოდ მარტივი დასახლების კვალი აღმოაჩინეს. და აქ პირველი მსხვერპლები იყვნენ ქანაანელები. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ იერუსალიმი რელიგიის, პოლიტიკისა და ომის ცენტრი გახდებოდა, აქ ჯერ პატარა დასახლება დაარსდა, რადგან აქ წყლის წყარო იყო. როცა მოსახლეობა იზრდებოდა, ადგილი ნელ-ნელა ფართოვდებოდა. მათ ააშენეს სახლები, საკვების საცავები და თავდაცვითი ნაგებობები, რომლებიც მათ საზოგადოებას დაიცავდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ უნდა დაეცვათ, იყო გიხონის წყარო. უძველეს დროში ქალაქისთვის მხოლოდ წყლის ქონა საკმარისი არ იყო. მათ ასევე უნდა დაეზღვიათ, რომ მტერი წყაროს ვერ ჩაიგდებდა ხელში, ან ვერ გადაკეტავდა. თუ მტერი წყაროს აკონტროლებდა, მთელი ქალაქი წყლის ზარეში დარჩებოდა და იძულებული გახდებოდა დანებებულიყო. ამიტომ ქანაანელების დროს მათ გიხონის წყაროს გარშემო დიდი კედლები და სხვა თავდაცვითი ნაგებობები ააშენეს. მათ გამოიყენეს მძიმე ქვები წყაროსა და მის გარშემო მცხოვრები ხალხის დასაცავად. ეს აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა იერუსალიმი პატარა ქალაქი იყო, მისი დაცვა უკვე მნიშვნელოვანი იყო. მათ მხოლოდ სახლები და ქონება არ იცავდათ. ისინი ასევე იცავდნენ თავიანთი სიცოცხლის წყაროს. იერუსალიმი მდებარეობს რეგიონში, რომელსაც ქანაანი ეწოდება. და იერუსალიმის გარდა ქანაანის ტერიტორიაში ასევე შედის პალესტინის ტერიტორიები, ლიბანი, იორდანია და სირია. სინამდვილეში ამ რეგიონში მრავალი უძველესი ჯგუფი ცხოვრობდა. მათ შორის იყვნენ ქანაანელები. მთელ ქანაანში ერთი მეფე არ მართავდა. ქანაანი დაყოფილი იყო მრავალ დამოუკიდებელ ქალაქად. და თითოეულ ქალაქს ჰყავდა საკუთარი მმართველი, საკუთარი არმია და საკუთარი მთავრობა. ქალაქები ერთმანეთთან ვაჭრობდნენ და აყალიბებდნენ ალიანსებს დაცვისთვის. მაგრამ ზოგჯერ ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ მიწის, წყლისა და ძალაუფლების გამო. რადგან იერუსალიმი პატარა იყო და გაშემორტყმული იყო უფრო ძლიერ ქალაქებსა და ძალებს, მას სჭირდებოდა ძლიერი ქვეყნის მოკავშირეობა, რათა თავი დაეცვა. და ეს ქვეყანა იყო ეგვიპტე. სვეტაცე დაახლოებით 14 საუკუნისთვის იერუსალიმი და ქანაანის სხვა ქალაქები უკვე ძლიერი ეგვიპტური გავლენის ქვეშ იყვნენ. ეს ფაქტი დადასტურებულია უძველეს დოკუმენტებში, რომლებიც ამარნას წერილებად არის ცნობილი. ამარნას წერილები თიხის ფირფიტებზე დაწერილი გზავნილებია. ეს წერილები ქანაანის სხვადასხვა ქალაქის მმართველებმა ეგვიპტის ფარაონს გაუგზავნეს. ერთ-ერთი წერილი იერუსალიმის მმართველმა გაგზავნა. იმ წერილში ის ფარაონს სამხედრო დახმარებას თხოვს, რადგან მისი ქალაქი საფრთხეშია. ეს აჩვენებს, რომ იერუსალიმი მშვიდობიანი არც უძველეს დროში ყოფილა. მაშინ ადგილობრივი ჯგუფები და მეზობელი ქალაქები მიწასა და ძალაუფლებაზე იბრძოდნენ. იმ დროს იერუსალიმი ჯერ კიდევ არ იყო სამი დიდი რელიგიის ცენტრი. ის ჯერ კიდევ არ იყო ძლიერი დედაქალაქი, რომელსაც მომავალში იცნობენ. ეს მხოლოდ პატარა ქალაქი იყო. ქალაქი, რომელსაც ჰქონდა ძლიერი თავდაცვა, მნიშვნელოვანი წყარო და მმართველი, რომელიც ეგვიპტის დახმარებაზე იყო დამოკიდებული. უძველესი დოკუმენტების მიხედვით იერუსალიმს უწოდებდნენ ურუსალიმს ან ურუშალიმს. ზოგიერთი ისტორიკოსის მიხედვით ეს სახელი შეიძლება მომდინარეობდეს სიტყვა შალემისგან, რომელიც იყო ერთ-ერთი უძველესი ქანაანური ღმერთის სახელი. თუმცა მოგვიანებით სიტყვა შალემი დაუკავშირდა მთლიანობის, უსაფრთხოების და მშვიდობის მნიშვნელობას. ეს სიტყვა ახლოსაა ებრაულ სიტყვა შალომთან და არაბულ სიტყვა სალამთან, რომლებიც ორივე მშვიდობას ნიშნავს. თუმცა თავისი სახელის მნიშვნელობის საპირისპიროდ იერუსალიმი არაერთხელ გამხდარა ბრძოლისა და დაპირისპირების ცენტრი. შემდეგ 1000 წლის განმავლობაში აქ მოვიდოდნენ მეფეები, წინასწარმეტყველები, მღვდლები, ჯარისკაცები, იმპერატორები და დამხობლები. ისინი ააშენებდნენ ტაძრებს, დაანგრევდნენ კედლებს და კვლავ იბრძოლებდნენ ქალაქის კონტროლისთვის.
შეიცვლებოდნენ მმართველები, დაეცემოდნენ სამეფოები, მაგრამ იერუსალიმი დარჩებოდა. და პატარა დასახლება, რომელიც დაიწყო ერთ წყაროსთან ახლოს, მელნელა გადაიქცევა წმინდა ქალაქად იუდაიზმისთვის, ქრისტიანობისთვის და ისლამისთვის. სამი რელიგია, რომელსაც დიდი გავლენა აქვს მსოფლიოს ისტორიაზე. ეხლა დავბრუნდეთ ისევ. როდესაც ეგვიპტის ძალაუფლება ქანაანში დასუსტა, იერუსალიმი იებუსელების კონტროლში გადავიდა. ისინი იყვნენ უძველესი ჯგუფი, რომელიც ქანაანში მცხოვრებ ხალხს ეკუთვნოდა. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 1000 წელს მოვიდა ლიდერი, რომელმაც იერუსალიმის როლი შეცვალა. ეს იყო დავით. ებრაული ბიბლიის მიხედვით დავითი ადრე მწყემსი იყო ბეთლემიდან, შემდეგ მეომარი გახდა და ბოლოს მეფე გახდა. მას შემდეგ რაც მან ისრაელის ტომები გააერთიანა, მან იერუსალიმი იებუსელებისგან დაიპყრო. მეფე დავითმა იერუსალიმი დედაქალაქად აირჩია, რადგან ისრაელის არც ერთ დიდ ტომს არ ეკუთვნოდა. ეს ნიშნავს, რომ ის ადრე მხოლოდ ერთი ტომის ცენტრი არ ყოფილა. ამიტომ სხვა ტომებისთვისაც უფრო ადვილი იყო მისი დედაქალაქად მიღება გაერთიანებული სამეფოსთვის. დაპყრობილი იერუსალიმის ნაწილი დავითის ქალაქად იწოდებოდა. აქ დაარსა დავითმა თავისი მთავრობა, კანაანელებისა და იებუსელების პატარა ქალაქიდან იერუსალიმი ახლა ძალაუფლების ცენტრად იქცა. მაგრამ მხოლოდ პოლიტიკა არ იყო მიზეზი, რის გამოც ქალაქი მნიშვნელოვანი გახდა. დავითმა იერუსალიმში აღთქმის კიდობანიც მიიტანა. ებრაული ბიბლიის მიხედვით, ეს არის წმინდა კიდობანი, რომელიც დაკავშირებულია ღმერთსა და ისრაელიანებს შორის შეთანხმებასთან. ამბობენ, რომ აქ ინახებოდა ქვის ფილები, რომლებზეც ღმერთის ცნებები იყო დაწერილი. რადგან აღთქმის კიდობანი უკვე იერუსალიმში იყო, ქალაქი ასევე გახდა თაყვანისცემის ცენტრი. დავითს სურდა მისთვის მუდმივი ტაძარი აეშენებინა, მაგრამ ბიბლიის მიხედვით ტაძარი მან ვერ ააშენა, ეს მოვალეობა მის შვილს სოლომონს გადაეცა. სოლომონი მეფედ იქცა ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნეში. მისი მმართველობის დროს ამბობენ, რომ პირველი ტაძარი აშენდა იერუსალიმის მაღალ ნაწილში, რომელიც მოგვიანებით ტაძრის მთის სახელით გახდა ცნობილი. მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ დავითზე, სოლომონზე და პირველ ტაძარზე დეტალური ამბების უმეტესობა ებრაული ბიბლიიდან მოდის. არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ იმ პერიოდში იერუსალიმში ქალაქი და ორგანიზებული სამეფო არსებობდა. თუმცა ისტორიკოსები კვლავ სწავლობენ დავითისა და სოლომონის სამეფოს ზომასა და რეალურ ძალაუფლებას. მეფეთა წიგნის მიხედვით ტაძრის ასაშენებლად გამოიყენეს ლიბანიდან ჩამოტანილი კედარი და წინასწარ დამზადებული ქვები, რომლებიც მშენებლობის ადგილზე მიიტანეს. ამიტომ ამბობენ, რომ მთავარი შენობის აშენებისას აღარ იყო საჭირო ძლიერი ჩაქუჩებისა და სატეხების გამოყენება. ტაძრის ყველაზე შიგნით მდებარეობდა ოთახი, რომელსაც ეწოდებოდა წმიდათა წმიდა. ეს შენობის ყველაზე წმინდა ნაწილად ითვლებოდა. ებრაული ტრადიციის მიხედვით, მხოლოდ უმაღლეს მღვდელს შეეძლო აქ შესვლა და ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებულ დღეს. ამ ტაძრის გამო იერუსალიმი აღარ იყო მხოლოდ სამეფოს დედაქალაქი. ის ასევე გახდა ისრაელიანთა რწმენის ცენტრი. მაგრამ სამეფოს ერთიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ მმართველობასა და მოქალაქეთა მძიმე ვალდებულებებზე სერიოზული დაპირისპირება წარმოიშვა. ამის გამო სამეფო გაიყო. ჩრდილოეთის ტომებმა ისრაელის სამეფო ჩამოაყალიბეს. იერუსალიმი და ქვეყნის სამხრეთი ნაწილი იუდას სამეფოდ იქცა. იერუსალიმი იუდას დედაქალაქად დარჩა. მაგრამ ის უფრო დასუსტდა. ის უფრო ძლიერ ქვეყნებს შორის იყო მოქცეული, რომლებიც ცდილობდნენ რეგიონში მიწებისა და სავაჭრო გზების კონტროლს. მომდევნო საუკუნეებში იერუსალიმი რამდენჯერმე დაარბიეს და ხარკის გადახდა აიძულეს. როცა მეზობელი იმპერია ძლიერდებოდა, იუდას მეფეებს უნდა აერჩიათ, ებრძოლათ თუ დამორჩილებოდნენ, რათა ქალაქი გადაერჩინათ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე მაშინ დადგა, როცა მეფე ხიზკია მართავდა. მეფე ხიზკია იუდას სამეფოს მეფე იყო და იერუსალიმი მისი დედაქალაქი გახდათ. ძვენწინადრესი 8 საუკუნის ბოლოს ასურეთის იმპერია სწრაფად ფართოვდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ყველაზე საშიში სამხედრო ძალა ძველ დროში. ის ანადგურებდა სამეფოებს, რომლებიც უარს ამბობდნენ დამორჩილებაზე ან ხარკის გადახდაზე. ასურეთმა უკვე დაიპყრო ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო. მისი მრავალი მოქალაქე მოკლეს. გაასახლეს ან გადაასახლეს იმპერიის სხვა ნაწილებში. ეზეკია მიცოდა, რომ იერუსალიმი შეიძლებოდა შემდეგი ყოფილიყო. ამიტომ გაამაგრა ქალაქის კედლები და მოაწესრიგა წყლის მიწოდება. ამას უკავშირდება უძველესი გვირაბი, რომელსაც დღეს ჰეზეკიას გვირაბი ან სილოამის გვირაბი ეწოდება. გვირაბი 500 მეტრზე მეტია სიგრძეში და გამოკვეთილია მყარ კირქვაში. ის წყალს მიაქვს გიხონის წყაროდან სილოამის აუზამდე, რომელიც ქალაქის დაცულ ნაწილში მდებარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალყის დროს, თუნდაც იერუსალიმი მტერმა შემოარტყას. მიუხედავად ამისა, ქალაქის შიგნით მყოფ ხალხს მაინც წყლის წყარო ექნებათ.
ამბობენ, რომ გვირაბში უძველესი წარწერაც იპოვეს, რომელიც აღწერს თუ როგორ თხრიდნენ ორი ჯგუფი გვირაბს სხვადასხვა მიმართულებიდან, სანამ მიწის ქვეშ ერთმანეთს შეხვდებოდნენ. თუმცა მკვლევრები ჯერ კიდევ დაობენ, ზუსტად რა იბენზე და როდის დაიწყო გვირაბის მშენებლობა და იყო თუ არა ასურეთის საფრთხე მისი აშენების მთავარი მიზეზი. ზუეცეტილების შესთან 701 წელს. ასურეთის მეფე სენაქერიბმა იუდეა დაიპყრო და მისი მრავალი გამაგრებული ქალაქი აიღო. მისი არმია იერუსალიმამდეც მივიდა, მაგრამ დედაქალაქის აღება ვერ შეძლო. სხვადასხვა წყარო სხვადასხვანაირად აღწერს ამ მოვლენებს. უძველესი ჩანაწერები განსხვავებულად ხსნის მომხდარს. ებრაული ბიბლიის მიხედვით ღმერთმა იერუსალიმი იხსნა. სენაქერიბის საკუთარ ჩანაწერებში კი ნათქვამია, რომ მან ეზეკია იერუსალიმში გამოკეტა და აიძულა დიდი ხარკი გადაეხადა. მაგრამ სენაქერიბმაც არ თქვა, რომ ქალაქი დაიპყრო, რაც არ უნდა ყოფილიყო ზუსტი მიზეზი. იერუსალიმი ასურეთისგან გადარჩა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ უსაფრთხო იყო. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ბაბილონი გახდა რეგიონის ყველაზე ძლიერი იმპერია. მას ნებუქადნეზარ მეორე ხელმძღვანელობდა. ცვეტად სატიცა 597 წელს. ბაბილონელთა არმიამ იერუსალიმი დაიპყრო. მეფე, მოხელეები, კვალიფიციური მუშები და იუდას ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქე ბაბილონში წაიყვანეს. ამის შემდეგ ნებუქადნეცარმა ახალი მმართველი დანიშნა, რომელიც მის ბრძანებებს დაემორჩილებოდა. მაგრამ დანიშნულმა მეფემაც აჯანყებას სცადა. ამის გამო ბაბილონელთა არმია დაბრუნდა. დაახლოებით 586 ან 587 წელიწადში ჩვენს ერამდე იერუსალიმი კვლავ დაეცა. ტაძარი დაწვეს, კედლები გაანადგურეს და იუდას კიდევ ბევრი მოქალაქე ბაბილონში წაიყვანეს. ეს იყო იუდას სამეფოსა და პირველი ტაძრის პერიოდის დასასრული. გადასახლებულთათვის მხოლოდ მიცა და სახლი არ დაუკარგავთ. მათ დაკარგეს თავიანთი დედაქალაქი, მეფე და ტაძარიც. ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში მათი იდენტობის ცენტრი იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში იყვნენ, რწმენა და კულტურა არ დაუკარგავთ. ისინი კვლავ იკრიბებოდნენ, ლოცულობდნენ და ინახავდნენ თავიანთ ტრადიციებს. ამ პერიოდში მათი იდენტობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა კანონები, ისტორიები და რწმენები, რადგან ტაძარში მისვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ. თითქმის 50 წლის შემდეგ მოულოდნელად მათი მდგომარეობა შეიცვალა. 529 წელიწადში ჩვენს ერამდე კიროს დიდმა სპარსეთის მეფემ ბაბილონი დაიპყრო. სპარსეთის მთავრობა ცნობილია იმით, რომ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდა იმ ჯგუფებს, რომლებიც ბაბილონმა გადაასახლა. იუდეველებს, რომელთაც სურდათ დაბრუნება იერუსალიმში, ამის ნება დართეს. სპარსეთის მთავრობამ ასევე მხარი დაუჭირა ტაძრების აღდგენასა და ადგილობრივი ტრადიციების დაბრუნებას იმპერიის სხვადასხვა ნაწილში. მაგრამ დაბრუნება ადვილი არ ყოფილა. იერუსალიმი დანგრეული იყო. ძალიან ცოტა ადამიანი დაბრუნდა წინა მოსახლეობასთან შედარებით და მათ თითქმის ნულიდან მოუწიათ დაწყება. პირველ რიგში სალოცავი ადგილი მოაწესრიგეს. ბევრი შეფერხებისა და სხვა ჯგუფების წინააღმდეგობის შემდეგ მეორე ტაძარი დასრულდა დაახლოებით 516 წელიწადში ჩვენს ერამდე. ის არც ისეთი დიდი იყო და არც ისეთი ლამაზი, როგორც სოლომონის დროინდელი ტაძარი იყო აღწერილი, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ებრაელ ხალხს კვლავ ჰქონდა თაყვანისცემის ცენტრი. მოგვიანებით იერუსალიმის კედლებიც აღადგინეს ნეემიას ხელმძღვანელობით. ნელ-ნელა დაბრუნდა სახლები, ვაჭრობა და ნორმალური ცხოვრება ქალაქში. სპარსეთის მმართველობის ქვეშ იერუსალიმი მხოლოდ მცირე ნაწილი იყო უზარმაზარი იმპერიისა. მას არ ჰყავდა საკუთარი ძლიერი მეფე, მაგრამ მან განიცადა უფრო ხანგრძლივი სტაბილურობის პერიოდი. სპარსეთის მმართველობა დასრულდა, როდესაც ალექსანდრე დიდი მოვიდა. 322 წელიწადში ჩვენს ერამდე მისმა მაკედონიურმა არმიამ დაიპყრო რეგიონი. არ არსებობს ზუსტი თანამედროვე ჩანაწერი, რომელიც აღწერს დიდ ბრძოლას იერუსალიმში. ამიტომ სავარაუდოა, რომ ქალაქი ალექსანდრეს კონტროლში გადავიდა, სხვა მიმდებარე ადგილების დანებებასთან ერთად. ალექსანდრეს იმპერია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ის გარდაიცვალა 323 წელიწადში ჩვენს ერამდე. რადგან მას არ ჰყავდა ნათელი მემკვიდრე, რომელსაც შეეძლო მთელი იმპერიის მართვა. მისი გენერლები მის დაპყრობილ მიწებზე ერთმანეთს ეცილებოდნენ. იერუსალიმი თავდაპირველად ეგვიპტეში დაფუძნებულ პტოლემეების სამეფოს გადაეცა. შემდეგ კი ის სელევკიდების იმპერიამ დაიკავა, რომელიც სირიაში იყო დაფუძნებული. მმართველების ცვლილებასთან ერთად რეგიონში ასევე გავრცელდა ბერძნული ენა, განათლება, არქიტექტურა, სპორტი და ცხოვრების წესი. ამ კულტურის გავრცელებას ჰელენიზაცია ეწოდება. ზოგი ებრაული ოჯახი იღებდა ბერძნული კულტურის ზოგიერთ ნაწილს. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობდნენ, რომ თუ ეს გავლენა ძალიან გაძლიერდებოდა, მათ საკუთარი რელიგია და ტრადიციები შეიძლება დაეკარგათ. დაძაბულობა გამწვავდა ანტიოქოს ქათხოვის დროს, სელევკიდების იმპერიის მეფე. ზუსტად მეორე საუკუნეში ებრაელთა საზოგადოებაში შიდა კონფლიქტი და სელევკიდების მთავრობის ჩარევა ტაძრის ხელმძღვანელობაში მოხდა. როცა არეულობა გაღრმავდა, ზოგიერთი ებრაული რელიგიური პრაქტიკა აიკრძალა. უძველესი ებრაული წყაროების მიხედვით ტაძარით შეურაცხყვეს და იგი ბერძნულ რელიგიასთან დაკავშირებული თაყვანისცემისთვის გამოიყენეს. ებრაელი ხალხისთვის
ეს მათი რწმენის ყველაზე წმინდა ადგილის პირდაპირი შეურაცხყოფა იყო. ამის გამო დაიწყო მაკაბელთა აჯანყება. ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა მღვდელთა ოჯახი, რომელშიც შედიოდა იუდა მაკაბელი და მისი ძმები. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ შეჯახებოდნენ დიდ სელევკიდურ არმიას ღია ბრძოლაში, მათ გამოიყენეს სწრაფი თავდასხმები და ადგილობრივი ცოდნა. მთებში წვეთ იწლება. 164 წელს მეამბოხეებმა დაიბრუნეს იერუსალიმი და ხელახლა მიუძუნეს ტაძარი ებრაელთა თაყვანისცემას. ეს მიძღვნა გახდა ჰანუკას დღესასწაულის წარმოშობის მიზეზი. ამ აჯანყებიდან წარმოიშვა ჰასმონეიანთა დინასტია. ნელ-ნელა გაიზარდა მათი კონტროლი, სანამ იერუსალიმში კვლავ არ ჩამოყალიბდა ებრაული მთავრობა. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მმართველ ოჯახში ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო. ორი დაპირისპირებული მხარე დახმარებას ითხოვდა რეგიონის ახალზე სახელმწიფოსგან, რომისგან, ძველი წელთაღრიცხვის 63 წელს. რომის გენერალი პომპეუსი იერუსალიმში მივიდა. კონფლიქტის მოგვარების ნაცვლად მან ქალაქი ალყაში მოაქცია და ტაძარში შევიდა. პომპეუსი ასევე შევიდა წმიდათა წმიდაში, სადაც შესვლა ყველას არ შეეძლო. მან იქიდან არაფერი წაიღო, მაგრამ მისი ქმედების გზავნილი ნათელი იყო. იერუსალიმს აღარ ჰქონდა ნამდვილი თავისუფლება. ის უკვე რომის ძალაუფლების ქვეშ იყო. იუდეას ყოველთვის პირდაპირ რომაელი მოხელე არ მართავდა. რომა გამოიხენა ადგილობრივი მეფეები, რომლებიც მათ ერთგულნი იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ჰეროდე დიდი. ჰეროდე მეფედ 37 წელს ჩვენს ერამდე გახდა. მან შეინარჩუნა თავისი ძალაუფლება, რადგან იცოდა როგორ ემუშავა რომთან. თუმცა ის სასტიკი მმართველი იყო და კლავდა საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი, თუ ფიქრობდა, რომ ისინი მის ტახტს ემუქრებოდნენ. ამის მიუხედავად, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მშენებელი იერუსალიმის ისტორიაში. მან გააფართოვა ტაძრის მთა უზარმაზარი პლატფორმის აშენებით, რომელსაც საყრდენი კედლები უჭერდა მხარს. მან ასევე გაადიდა და გაალამაზა მეორე ტაძარი, სანამ ის არ გახდა ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი და მნიშვნელოვანი შენობა რეგიონში. ტაძრის მთის დასავლეთის საყრდენი კედლის ნაწილი დღემდე შემორჩენილია. მას დასავლეთის კედელს უწოდებენ და ის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია ებრაელი ხალხისთვის. ეს თავად ტაძრის კედელი არ არის, არამედ დიდი საყრდენი კედლის ნაწილია, რომელიც აშენდა ჰეროდეს დროს. რომის კონტროლის ქვეშ ჰეროდეს ოჯახის მმართველობისას მახლობლად მდებარე ბეთლემში იშვა იესო. როცა იესო გაიზარდა, ის წავიდა იერუსალიმში და ასწავლიდა ტაძრის გარშემო. ის მივიდა იქ პასექის დროს, როცა ათასობით ებრაელი მომლოცველი მოდიოდა ქალაქში. რომი ძალიან გრძნობიარე იყო ნებისმიერი შესაძლო აჯანყების მიმართ. ასე დიდ შეკრებებზე უსაფრთხოება ძალიან მკაცრი იყო. იესო დააკავეს და მიიყვანეს რომის გუბერნატორთან, პონტიუს პილატესთან. ის ჯვარზე გააკრეს ქალაქის გარეთ, იმ ადგილას, რომელსაც სახარებებში გოლგოთა ეწოდება. იესოს ჯვარცმა პონტიუს პილატეს მმართველობის დროს ისტორიკოსების უმეტესობის მიერ აღიარებულია როგორც რეალური მოვლენა. მისი მიმდევრებისთვის კი ის 3 დღის შემდეგ აღდამკვდრედ გამკვდრეთით. აღდგომა რწმენის საკითხია, მაგრამ იერუსალიმში მომხდარმა მოვლენებმა აშკარა გავლენა მოახდინა. იესოს მცირე მიმდევართა ჯგუფი და ქრისტიანობა გავრცელდა რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილში და საბოლოოდ მთელ მსოფლიოში. ამასობაში რომის მთავრობისა და იუდეის ებრაელ მოსახლეობას შორის დაძაბულობა სულ უფრო მძაფრდებოდა. გადასახადები მაღალი იყო, ზოგიერთი მოხელე ძალადობდა და ბევრი მოქალაქე ეწინააღმდეგებოდა უცხო იმპერიის კონტროლს. 66 წელს დაიწყო დიდი ებრაული აჯანყება რომის წინააღმდეგ. თავდაპირველად მეამბოხეები რამდენიმე ბრძოლაში წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ რომმა უფრო დიდი არმია გაგზავნა აჯანყების ჩასახშობად. 70 წელს ტიტუსმა ალყა შემოარტყა. იერუსალიმში რამდენიმე თვის განმავლობაში ქალაქი ალყაში იყო მოქცეული. საკვები ამოიწურა, შიმშილი გავრცელდა და იერუსალიმში ებრაულ ჯგუფებს შორის ბრძოლაც გაიწყო. როდესაც რომის არმია შევიდა ქალაქში, მათ დაწვეს და გაანადგურეს მეორე ტაძარი. ბევრი ადამიანი დაიღუპა, ტყვე დაიყვანეს ან მონად გაყიდეს. ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, რომ 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და თითქმის 100,000 ტყვე დაიყვანეს. თუმცა ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მის მიერ დასახელებული დაღუპულთა რიცხვი გადაჭარბებულია. უფრო უსაფრთხოა თქვათ, რომ ალყისა და მასთან დაკავშირებული ბრძოლების დროს 10,000 ადამიანი შეიძლება დაღუპულიყო. ტაძარი აღარ აღდგენილა მას შემდეგ, რაც ის 70 წელს განადგურდა. მაგრამ ამითაც არ დასრულდა რომისა და ებრაული მოსახლეობის ბრძოლა. დაახლოებით 120 წელს იმპერატორმა ჰადრიანემ გადაწყვიტა იერუსალიმის ხელახლა აშენება, როგორც რომაული კოლონია. მას ელია კაპიტოლინა დაარქვეს და დაგეგმეს რომაული ტაძრებისა და შენობების აშენება. ამასთან ერთად გაძლიერდა შიში, რომ ქალაქის ებრაული იდენტობა საბოლოოდ გაქრებოდა. 132 წელს დაიწყო ახალი აჯანყება სიმონ ბარ კოხბას ხელმძღვანელობით.
ეს აჯანყება უფრო ორგანიზებული და მასშტაბური იყო, ვიდრე რომი ელოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში აჯანყებულებმა იუდეის ზოგიერთი ნაწილი გააკონტროლეს და საკუთარი დროებითი მთავრობა შექმნეს, მაგრამ რომი არ დათანხმდებოდა ტერიტორიის დაკარგვას. მან გაგზავნა დიდი არმია და დაიწყო აჯანყებულთა ციხესიმაგრეებისა და სამალავების სათითაოდ განადგურება. ეს ბრძოლა კიდევ ერთ ძლიერ განადგურებას მოუტანს იერუსალიმსა და იუდეას და საბოლოოდ შეცვლის მათ სახელს და იმ სახესა და ხალხს, ვისაც ნება ექნება იცხოვროს უძველეს ქალაქში. რომმა დაამარცხა სიმონ ბარ-ქოხბას აჯანყება 135 წელს. ბევრი ებრაელი დაიღუპა, თქვეთ ჩავარდა ან გაასახლეს, იერუსალიმი რომაულ ქალაქად გადააქციეს და მას აელია კაპიტოლინა უწოდეს. რომმა ასევე შეცვალა იუდეას სახელი და სირია პალესტინად გადააქცია. თითქმის 200 წლის შემდეგ ქრისტიანობა გაძლიერდა რომის იმპერიაში. 313 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანებს თავისუფლად თაყვანისცემა დაუშვა. მისი დედა ელენა გაემგზავრა იერუსალიმში და მიუთითა ადგილი, რომელიც ითვლება ჯვარცმის ადგილად, სადაც დაკრძალეს და აღდგა იესო. აქ აშენდა წმინდა საფლავის ტაძარი, რომელიც დღემდე ქრისტიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება. 614 წელს პერსეთის იმპერიამ იერუსალიმს შეუტია და მრავალი ეკლესია დაანგრია. ბიზანტიის იმპერიამ ქალაქი დაიბრუნა, მაგრამ მათი კონტროლი დიდხანს არ გაგრძელებულა. 628 წელს იერუსალიმი მუსლიმთა მმართველობის ქვეშ გადავიდა ხალიფა უმარის დროს. ისლამური ტრადიციის მიხედვით იერუსალიმი მნიშვნელოვანია, რადგან აქედან ზეცაში ამაღლდა წინასწარმეტყველი მუხამედი თავისი ღამის მოგზაურობისას. ამ მიზეზით მე-7 საუკუნის ბოლოს აიგო კლდის გუმბათი და ამავე კომპლექსში ალ-აქსას მეჩეთი. ადგილი, რომელს ებრაელები ტაძრის ფას უწოდებენ, მუსლიმები ჰარამ ალ-შარიფს ეძახიან. ეს იუდაიზმისთვის ყველაზე წმინდა ადგილია და ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი ისლამში. შემდეგ საუკუნეებში იერუსალიმში სხვადასხვა მუსლიმური დინასტია მართავდა, მაგრამ 1099 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით ის ევროპიდან მოსულმა ჯვაროსნებმა დაიპყრეს. ქალაქის შესვლის შემდეგ მრავალი მუსლიმი და ებრაელი მოკლეს ან გაასახლეს. იერუსალიმი ქრისტიანთა სამეფოდ გადააქციეს. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1187 წელს სალადინმა ქალაქი დაიბრუნა. მან მასობრივი მკვლელობები არ ჩაუდენია. ბევრ ქრისტიანს ნება დართო დაეტოვებინათ ქალაქი და ებრაელებს კვლავ დაბრუნების უფლება მისცა. ჯვაროსნებმა კიდევ სცადეს იერუსალიმის დაბრუნება, მაგრამ საბოლოოდ მათ დაკარგეს კონტროლი ქალაქზე. 1244 წელს, 1517 წელს იერუსალიმი ოსმალეთის იმპერიას გადაეცა. სულეიმან დიდებულის დროს ძველი ქალაქის კედლები ხელახლა აღადგინეს. იერუსალიმში დღეს არსებული კედლების უმეტესობა სწორედ მისი დროიდან მოდის. ქალაქი თითქმის 400 წლის განმავლობაში ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იყო. მე-19 საუკუნის დასაწყისში პალესტინაში უფრო მეტი ებრაელი გადავიდა. გაძლიერდა ასევე სიონიზმი, მოძრაობა, რომელიც ებრაელებისთვის საკუთარ ისტორიულ მიწაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას უჭერდა მხარს. მაგრამ არაბებისთვის, რომლებიც იქ დიდი ხანია ცხოვრობდნენ, ეს შიში გამოიწვია, რომ მიწას და ძალაუფლებას დაკარგავდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერია დამარცხდა. 1917 წლის დეკემბერში ბრიტანეთის არმია შევიდა იერუსალიმში. ომის შემდეგ ბრიტანეთმა პალესტინა მართა, მაგრამ ებრაულ და არაბულ მოსახლეობას შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა. 1947 წელს აერომ შემოგთავაზა პალესტინის გაყოფა ებრაულ და არაბულ სახელმწიფოდ. იერუსალიმი კი უნდა გამხდარიყო საერთაშორისო ტერიტორია. ეს წინადადება მიიღეს ებრაელმა ლიდერებმა, მაგრამ უარყვეს არაბმა ლიდერებმა. 1948 წლის მაისში დაარსდა ისრაელი და დაიწყო ომი მეზობელ არაბულ ქვეყნებთან. ომის შემდეგ იერუსალიმი გაიყო. დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის კონტროლქვეშ იყო. იორდანიის კონტროლქვეშ იყო აღმოსავლეთ იერუსალიმი, მათ შორის ძველი ქალაქი. დასავლეთის კედელი, ტაძრის მთა და წმინდა საფლავის ეკლესია. 19 წლის განმავლობაში ქალაქი გახლეჩილ-ეჩილი იყო ღობეებით, კედლებით და მავთუხხართებით. 1967 წლის ივნისში ომი კვლავ დაიწყო. 6 დღიან ომში ისრაელმა დაიკავა აღმოსავლეთ იერუსალიმი და მთელი ძველი ქალაქი. მას შემდეგ ისრაელი მთელ იერუსალიმს თავის დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელები კი სურთ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი გახდეს მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი. ეს არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც ისრაელის მუდმივ საკუთრებას. დღემდე ალ-აქსას კომპლექსის ხოლოდრიურ მართვას ისლამური ვაკფი ახორციელებს, ხოლო მის გარშემო უსაფრთხოებას ისრაელი აკონტროლებს.
ძალიან რთულია იერუსალიმის საკითხის გადაწყვეტა, რადგან ის წმინდა სამი დიდი რელიგიისთვის. იქ მდებარეობს დასავლეთის კედელი ებრაელებისთვის. იქ მდებარეობს წმინდა საფლავის ტაძარი ქრისტიანებისთვის. და იქვეა კლდის გუმბათი და ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმებისთვის. სამი რელიგია თავიანთ რწმენას ერთ პატარა ქალაქს უკავშირებენ. ამიტომ იერუსალიმში ერთი კედელი, ქვა ან მიწის ნაწილი უბრალო ადგილი არ არის. ეს დაკავშირებულია რელიგიასთან, ისტორიასთან და მილიონობით ადამიანის იდენტობასთან. ბევრ იმპერიას დაუპყრია იერუსალიმი. მაგრამ ყველა მათგანი დაეცა, მხოლოდ იერუსალიმი დარჩა.